დავბრუნდით ეთერში სტუმართან ერთად შემოგვიერთდა თეა ქართველიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი და პროექტის მენეჯერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ რა თქმა უნდა თემაზე საუბარი. რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ პროექტზე მუშაობა და ზოგადად რა მნიშვნელობა და დადებითი მხარეები აქვს ასეთი მონაცემთა ბაზის არსებობას? დიახ, პროექტზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს, 2 წლის განმავლობაში მიდის ამ პროექტზე მუშაობა და აი ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა 5000 საბუთის დედნის დიგიტალიზება, ანუ ციფრულ ფორმატში გადაყვანა და მონაცემთა ბაზის შექმნა. მონაცემთა ბაზა საგანგებოდ ამ პროექტისთვის შეიქმნა. საგანგებო პროგრამა დაიწერა. მას აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ველი, რომლის მიხედვითაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მეცნიერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი მსურველი მოვიდეს და მისთვის ასურველი ინფორმაცია მოიძიოს. პროექტის მიზანი, ორი მთავარი მიზანი ჰქონდა. პირველი ის, რომ საბუთები, ისტორიული დოკუმენტები დაგვეცვა და მეორე ის, რომ საძიებო სისტემა გამარტივებულიყო. საბუთების დაცვის მიზანი რა არის? ისტორიული დოკუმენტები არის ნაწერი ან ტყავზე, ეტრატზე, ან ქაღალდზე. ორივე მასალა ძალიან ადვილად ზიანდება. ჩვენთან ხელნაწერებში სულ 40000-მდე ისტორიული საბუთი არის დაცული და აქედან ნაწილი არის დედანი, ნაწილი არის პირი. საკმაოდ ბევრი საბუთი დაკარგული არის საუკუნეების მანძილზე. ის ნადგურდებოდა, თქვათ, როგორც მტრების შემოსევების დროს, თვითონ ადგილობრივი პირობების გამო, კლიმატური პირობების გამო, იმიტომ რომ ტყავი და ქაღალდი, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან ადვილად ზიანდება და აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მომავალში აღარ დაზიანდეს ეს საბუთები და ისინი საიმედოდ იყოს დაცული. დედნებზე ანუ მათი გამოტანა საცავიდან აუცილებელი აღარ იქნება, იმისთვის რომ კონკრეტული პერიოდი და ხელნაწერი იქნა შესწავლილი. დიახ, დიახ, დედნებზე ძალიან დიდი არის მოთხოვნილება, მკვლევართა მოთხოვნილება და შესაბამისად ეს საბუთები ექვემდებარება, თქვათ, გაცვეთას, გამოშრომას, სკდომას და აქედან გამომდინარე საჭირო არის მათზე განსაკუთრებული მზრუნველობა. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი არის დიგიტალიზება, ხელნაწერების გაციფრულება ხდება ყველგან, სადაც კი დაცული არის ხელნაწერები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ცენტრში, საბიბლიოთეკო იქნება თუ სხვა სამეცნიერო ცენტრი და ასე ვთქვათ, აი ამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩვენთანაც ეს პროცესი უკვე კარგახანია დაწყებულია. ამ ეტაპზე კი მოხდა აი ამ ისტორიული დოკუმენტების 5000 ისტორიული დოკუმენტის დიგიტალიზება. და ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია, უნდა ითქვას, რომ 5000 დედანი, რომელიც იქნება უკვე მონაცემთა ბაზაში, ნამდვილად დიდი მიღწევა. ასევე საინტერესოა ის სპეციალური საძიებო სისტემა, რომელიც ბევრად ამარტივებს ამ ხელნაწერების გამოყენებას და საჭირო ინფორმაციის მოძიებას. რაზეა კონკრეტულად საუბარი, რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს? დიახ, საძიებო სისტემაში, როგორც უკვე აღნიშნე, საკმაოდ ბევრი ველი არის გამოყოფილი და ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს, თუ კი თქვათ, მას აინტერესებს რომელიმე გეოგრაფიული ტოპონიმი. ეს იქნება სოფლის სახელწოდება, ქალაქის სახელწოდება, აკრებს მისთვის საინტერესო ტოპონიმს, მისცემს ძიებას და შესაბამისად რომელ საბუთებშიც არის, აი ეს ტოპონიმი მოხსენიებული, ბაზა უჩვენებს ყველა იმ საბუთს. თქვათ, შესაძლებელია ადამიანს აინტერესებდეს საკუთარი გვარის ისტორია. მოგეხსენებათ, საქართველოში განსაკუთრებულად ისეთი დამოკიდებულება არის საკუთარი გვარის ისტორიის მიმართ, გვარიშვილობის მიმართ. ყველას აინტერესებს ეს და ეს შეუძლია შეიტანოს გვარი, საკუთარია ნებისმიერი სხვა, რომელიც მას აინტერესებს და მონაცემთა ბაზა უჩვენებს ყველა იმ საბუთს, რომელშიც მოხსენიებული არის ესა თუ ის გვარი. შესაბამისად, თქვათ, ეს საბუთი ჩანს, რომელ საუკუნეს ეკუთვნის, თქვათ, რა კონტექსტში იხსენიება ის გვარი, რა რეგიონალურ სივრცეში იხსენიება და ასე ვთქვათ, მიიღებს საკმაოდ დაწვრილებით ინფორმაციას რაც მას სჭირდება, დიახ. გარდა ამისა, ბაზაში ცალკე ველად არის გამოტანილი ვინ არიან დოკუმენტის დამამტკიცებლები,
ვისი ხელრთვა ახლავს, ვისი დაწერილი არის საბუთი, ვისი ბეჭდები აქვს მას დატანილი და საერთოდ ბეჭდიანი არის თუ არა ეს საბუთი, თქვათ რაფერი მელნით არის დაწერილი, ძალიან საინტერესო საბუთები არის ხელნაწერებში დაცული, თავისი გარეგნული მახასიათებლებითაც, არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ გარეგნული მახასიათებლებითაც. საბუთების გარკვეული ნაწილი, გარკვეული კატეგორია არის მოხატული და ან სხვადასხვა ფერის მელნით შესრულებული. ძირითადად საბუთები იწერებოდა ან შავი ფერის მელნით, ან ყავის ფერით და გარკვეული ნაწილი შერეულად არის ოქრომელანი ნახმარი, რაც ძალიან ლამაზ ვიზუალურ იერს ანიჭებს ამ საბუთს. არის სინგურით ნაწერი წითელი ფერის მელნით და აი მსგავსი მონაცემებიც გამოტანილი არის ბაზაში, საძიებო სისტემაში. ასევე თარიღის მიხედვით შეუძლია ადამიანს მოიძიოს, თქვათ, განკვეული პერიოდი აინტერესებს, ან მე-15 საუკუნე, ან თქვათ, ნებისმიერი სხვა საუკუნე, ან წლები, შეიძლება დღე და რიცხვით და თვეც კი არის ხოლმე მითითებული, იმიტომ რომ გარკვეულ შემთხვევებში საბუთი, როდესაც იწერებოდა, ბოლოში ერთვებოდა, რომ დაიწერა თქვათ ამა და ამ წელს, ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ თვეს. და რასაკვირველი ეს მონაცემებიც ბაზაში შეტანილი არის და შეიძლება აი ამ მონაცემებითაც, აი ამ პარამეტრებითაც უფრო სწორად მოძებნოს თავისთვის სასურველი ინფორმაცია. ასევე ძალიან შრომატევადი საქმიანობა. საკმაოდ შრომატევადი არის. დიახ, საერთოდ ისტორიული დოკუმენტების აკადემიური გამოცემა როდესაც ხდება, მას ყოველთვის თან ახლავს არქეოგრაფიული აღწერილობა. არქეოგრაფიულ აღწერილობაში ყველა ის პარამეტრი, რასაც გულისხმობს არქეოგრაფიული აღწერილობა, მოცემული არის მონაცემთა ბაზაში და პლუს კიდე დამატებული გარკვეული ველები. ასევე როგორი ხელით არის ნაწერი, ნუსხახუცურით არის ნაწერი, მხედრულად არის შესრულებული, გარდამავალი ხელით არის შესრულებული. აი ეს მონაცემებიც არის გამოტანილი ჩვენს მიერ საძიებო სისტემაში. საინტერესო ასევე თქვენ ახსენეთ, მაგრამ მაინც რომ დავუკონკრეტოთ მაყურებელს, ანუ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვთქვათ ამ ბაზით ისარგებლოს და მოვიდეს და თუ აუცილებელია თქვენთან უნდა მოვიდეს ცენტრში და იქ ხდება ამ ბაზის გამოყენება. თუ შეიძლება ვთქვათ ინტერნეტ სივრცეში იგივე დაგუგლის საშუალებით მოხვდნენ ამ ბაზაში, რომელიც თქვენ გააქტიურეთ. დიახ. ამ ეტაპზე, აი ამ კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც ბაზაზე უკვე მთავრდება მუშაობა, და როგორც უკვე ვთქვით 2 აპრილს იქნება პრეზენტაცია, ეს ინფორმაცია განთავსდება ხელნაწერების სამკითხველო დარბაზში, ანუ ადგილობრივ ნებისმიერ მოსულ პირს, ვისაც კი ამისი სურვილი ექნება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კარი ყოველთვის ღია არის ნებისმიერი მსურველისთვის, ძირითადად სამეცნიერო საზოგადოება მოდის ჩვენთან, რომლებიც სწავლობენ აი ამ ძველ ხელნაწერებს და მუშაობენ მასზე და მათ ექნებათ საშუალება, რომ ნახონ აი ამ ისტორიული დოკუმენტების დიგიტალური ვერსია და ასევე მონაცემთა ბაზა. და მონაცემთა ბაზაში არის ეს დიგიტალური ვერსიებიც ატვირთული. ანუ როდესაც ის მოიძიებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას, იქვე ნახავს აი ამ საბუთის ციფრულ ვერსიას და წაიკითხავს ამ დოკუმენტს, რომელშიც მისთვის საინტერესო მასალა არის დაცული. გასაგებია. სულ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 40,000-მდე საბუთია დაცული. ამ შემთხვევაში 5,000 დოკუმენტი მოხვდა ამ მონაცემთა ბაზაში და ამ დიგიტალიზებულ მასალაში. რა იგეგმება მომავალში, თუ იგეგმება მისი გაფართოება და კონკრეტულად თუ არის გამოყოფილი, ვთქვათ, რომელიმე პერიოდი ამოარჩიეთ თუ არ შეხდა, შერჩევითი გზით მოხდა ეს ყველაფერი თუ არ არის ეს გამოკვეთილად რომელიმე. დიახ, დავიწყებ ესე ვთქვათ ბოლო კითხვიდან. ჩვენთვის პრიორიტეტი რა იყო, რომელი საბუთები უნდა გადაგვეყო, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაზიანებული. რასაკვირველია, რომლის გამოტანაც ხშირად უკვე საკმაოდ აზიანებდა იმ საბუთს და ფაქტურად მათი მოხმარება უკვე აღარ შეიძლებოდა. მიზანი ეს იყო, რა თქმა უნდა, შევარჩიეთ სიძველის მიხედვით და თავისი შინაარსის მიხედვით, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი ისტორიული დოკუმენტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია იმ ძველი საუკუნეებიდან, არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. მაგრამ თავისი შინაარსის მიხედვით არის კიდევ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საბუთები, რომლებიც არის თქვათ გაცემული მეფეების მიერ და მათი არის მეფეთა ხელრთვა დატანილი. საერთოდ ისტორიული დოკუმენტი, რომ ყალბი არ ყოფილიყო და იურიდიული ძალა ქონოდა, ისევე როგორც დღეს ნებისმიერ საბუთს ჭირდება ხელის მოწერა და ბეჭედი.
ასევე იყო უბრალოდ ეს ტრადიცია მოდის ძველი ტრადიციიდან. ასევე იყო შუა საუკუნეებშიც საბუთი რომ ყოფილიყო იურიდულად მყარი, მას სჭირდებოდა ხელის მოწერა და ბეჯედი. და შესაბამისად თუ კი მეფე გასცემდა, მეფე აწერდა ხელს, თუ კათალიკოსი გასცემდა, კათალიკოსი აწერდა ხელს და ნუ თავის ბეჯედსაც უსვამდა, ნებისმიერი სხვა მოხელი ვინც იქნებოდა, ისინი ხელს აწერდნენ და ბეჯედს უსვამდნენ. ნუ ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის საბუთები, რომელსაც მეფეების და კათალიკოსების ხელთვა აქვს, იმიტომ რომ მათი ხელით ნაწერი, მათი ავტოგრაფები შეინახა, თქვა თამარ მეფის ავტოგრაფია შენახული, მისი მამის გიორგი მესამის ავტოგრაფია შენახული, გიორგი ბწყინვალის ავტოგრაფი და გიორგი მერვის, ერეკლე მეფის, ვახტანგ მეფის, არ ჩამოთვლი ყველა მეფის აბსოლუტურად, რომელთა საბუთებიც კი ჩვენამდე მოღწეული არის და შესაბამისად მათი ბეჭდებით. და რასაკვირველია, როდესაც ჩვენ საზღვრავდით, აი რომელი საბუთები გადაგვეღო, გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ის, რომელიც არის დაზიანებული და რომელიც არის აი ესე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. და რაც შეეხება ამ პროცესს, დიგიტალიზაციის პროცესს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებობს დიგიტალიზაციის ლაბორატორია, საგანგებო დაწესებულება, რომელიც სწორედ ემსახურება ამ დიგიტალიზების პროცესის წარმართვას ცენტრში. ჩვენთან ისტორიული დოკუმენტების გარდა არის ხელნაწერი წიგნები დაცული, საარქივო ერთეულები დაცული, ცნობილი ქართველი მოღვაწე უკაცრავად მოღვაწეების და რასაკვირველია, დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ყველა აი ამ ხელით ნაწერი მემკვიდრეობა, რაც კი ჩვენამდე მოღწეულია, მათი დიგიტალიზება. მოცემულ შემთხვევაში პროექტი განხორციელდა, ჩვენი პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და აი ეს ორწლიანი პროექტი, როგორც უკვე თქვით, 5000 საბუთის დიგიტალიზებას მოიცავდა. რასაკვირველია, ეს პროცესი გაგრძელდება ცენტრში, მაგრამ ასეთი ინტენსივობით უკვე ვეღარ გაგრძელდება. რას პერიოდულად მიდის ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ჭირდება აუცილებლად და დიგიტალიზაციის ლაბორატორია ძალიან აქტიურად და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვაქვს. ჩვენ ესეთი ადვილი არ არის ისეთი ხელნაწერებზე მუშაობა, რომლებიც დაზიანებული არ უნდა დაზიანდეს, ტყავზე არის ესენი ნაწერი, განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს და როდესაც ხდებოდა მათი გაციფრულება, ასევე რესტავრატორებიც იყვნენ ამაში ჩართულები და მათთან ერთად ერთობლივად მიმდინარეობდა აი ამ ხელნაწერების გადაღება. ასევე საინტერესოა, ძალიან ბევრი მკვლევარი პერიოდს, რომელსაც იკვლევს, პირველ რიგში იწყებს ხელნაწერებიდან, მათ კვლევას, რა თქმა უნდა. თუ შეუძლია, თქვათ, მსურველს, რომ ის ციფრული ვერსია ხელნაწერის, რომელიც უკვე მოიძია, თქვათ, საძიებო სისტემის დახმარებით, თან წაიღოს, თუ მხოლოდ ადგილზე ხდება ამ ყველაფრის გამოყენება. როგორც წესი ადგილზე ხდება მათი გამოყენება, თუმცა ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის გარკვეული ხელნაწერებზე, გარკვეულ ციფრულ ვერსიებზე დაშვება, რომელთაც შეუძლია დიახ ისარგებლოს, თქვა შეიძლება ეს გამოსაქვეყნებლად სჭირდება ადამიანს და შესაბამისად არის გარკვეული მუხლები. თავი შიდა წესდება არის, რომელსაც ნებისმიერი მომსვლელი ითვალისწინებს და ბოლო კითხვა, 2 აპრილს არის დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია, სადაც გაიმართება ასევე ვიდეორგოლის ჩვენება. რა ვიდეორგოლზეა საუბარი და პრეზენტაციაზე ორივე სიტყვით რა დახვდება პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს. დიახ. 2 აპრილს 5 საათზე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც საუბარი იქნება აი ამ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს შესახებ, შემაჯამებელი იქნება. გარდა ამისა, იქნება გამოფენა და ვიდეორგოლის ჩვენება. ვიდეორგოლი ასახავს იმ შედეგებს, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ეს ისტორიული საბუთების დიგიტალიზება იქნება, როგორ იქნებოდა საბუთები და როგორ შეიძლება მონაცემთა ბაზით ისარგებლოს ადამიანმა და ამასთანავე გამოიფინება ის უნიკალური ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და რომელთა გაციფრულება მოხდა ჩვენი პროექტის ფარგლებში და ასევე იქნება ალბომის წარდგინება, გამოვიდა ალბომი ქართული ისტორიული საბუთები და ყველაფერი ეს იგეგმება 2 აპრილს, დიახ, 5 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო თეა ქართველიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი და პროექტის მენეჯერი, რომლის პრეზენტაციაც 2 აპრილს გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ჩვენ უნდა ვნახოთ რეკლამა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, არ გადაერთოთ.